სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელთვალებს სინანულს რომ მერე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო გემრიელეს ცივიყავა გაგიკეთა. ვა, დილიდან მანებიურებ? რა მოხდა? უგემრია? არა, უბრალოდ ძალიან სწრაფად დავლია და თავი გამეყინა. აი, მაშინ შენთვის რაღაც ამბავი მაქვს. კარგი თუ ცუდი? გადასარა. აბა გისმენ. რამდენი ხანია მე და შენ ერთად ვართ და ჯერ არსად არ ყოფილ ვართ ერთად. ეხლაც ერთად ვართ. აი, ხო იცი, რასაც გულისხმობ. კი, მაგრამ რა მაგრამ? გოგოები მიდიან სტამბოლში. ხო და გავუყვეთ რა ჩვენც აქვეა თან. სასტუმროს და ბილეთის ფული იქნება მარტო და სადავი. კიდე არის რამე? ვაგო. ხო იცი როგორ მიყვარხარ რა. მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს ეხლა რა. რატო? იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის ძმაკაცი გაუშვი სამსახურიდან, მთელი ეს ცეხის საქმეები ჩემ კისერზე გადავიდა. თან არც დრო მაქვს და არც ფული ეხლა რა. დაბარეთის გექნება? არ ვიცი რა. აი და მაშინ მარტო მე წავიდე? და მოითმინე ცოტა ხანი და მარტო მე და შენ წავიდეთ, მე სადაც მეტყვი იქ. არა და ყველანი მიდიან გოგოები და მე ვარ ერთი ესეთი და ჩაყუყუ. ვაკო, კაი რა. კიდე კაი რო აქაც მქონდა დასაცმელი. ბიჭო ცოტა დასრულია. აი ანა. ბიჭო კასპერაჯი არ მოსულა, მარა წუთი ზემოვა და ცოტა საფრთხილოა რა. მომართალი ხარ. გუშინ სახლში არ ყოფილი ხარ? არა შენ რაც გელაპარაკე იმის მერე ტელეფონი გაუთიში. ისინი როგორ გაიხარ? არიანმა რა თქვა რომ გაიქცა. გაიქცა. და როდემდე არ აპირებს სახლში მისვლას? როდემდე საჭირო. სანამ შეცდომებს არ გამოვასწორებელამდე მე იქ მისვლელი არ ვარ. მაგრამ მანამდე რა უნდა ქნას ადრჩები ან აი რავი რა მნიშვნელობა აქვს. შენ მაგაზე არ ინერვიულო. რანაირად არ ვინერვიულო? მოიცა რა. მომისმინე. აი ეს გასხები გამომართვი. ჩემთან ადი. გადაივლებ, დაისვენებ, დაიძინებ. მაციორშიც რაღაცა იქნება და შეჭამ რა. ჩემი ძმა ხარ რა. ძმა ძმისთვისო, ხო იცი? წავედი გაფიქცი რა და თუ რამე არ გინახიო. ვიცი. ბიჭო, სულ ესე აგვიანებს ხოლმე? აი, მეცაზე არ ვიყავი, არ წარმოვიდგინე ძმა. კაცია, ლოგინა მთელი 1 საათის. 1 საათიც, მაგარი იგნორი გაგვიკეთა რა. რა, მე მაგრა გამიტყდა რა. ხო და არ ამისმე, გავითხოვეთ რა რომ არ კარებია. მოვიდა. მარტო არ ცხოვრობ. ბიჭო, მარტო კი ვცხოვრობ, მაგრამ მაც დისვინ მე. ვა, მოხდიდა? სტუმრები ყოლია. გამარჯობა ლალიდაი და ჩვენ უკვე მივდიოდით. დიდი ხანი არ ვინახი ხარ. ხო, აქეთ მოვხვდით და. ესმა.
დღეს ვიღა ფილმი და როგორც მეჩიტება ხოთის რაზული. ავედით. კარგად ალბათ მეგო რა. კარგად. მოკლედ დაგირეკავთ რა ხო? რა ხდება ვერ გავიგე. შენ ეხლა ეს ყოველ დღე უნდა მომოწმო მე აქ თუ რა. შენ მითხარი რა ხდება აქ? რა გინდა? რა უნდა და ამ ორ ცალს აქ? რა ვიცი, ლალი, კაი ტიპები არიან, კაი სასწაულია. ხო და რა უნდა და ამ კარგ სასწავს აქ მეთქი? შენ ხო შემპირდი? ვალი იცი რა ძალიან დიდი ხანია გამოვიდი იმასაკიდან რო აჩუტები გაბარო შენ რა. მესმის, რო პრობლემა გაქვს. მესმის, რო ცუდად ხარ, მაგრამ ამ სისულელეში დაბრუნებას თუ კიდევ აპირებ არ ვიცი. რა გინდა ხო გითხრეს თვითონ რომ უბრალოდ გამოვიარე თუ რა გინდა გამაგებ. კი, უბრალოდ შემოიარეს და რაღაცების გაჩითვა დააბარე ბარემ. აგი გეხვეწები რა დედა მე ეხლა სულ სიმართლეს გეუბნები შენ და თუ გინდა დაიჯერებ და თუ გინდა ნუ დაიჯერებ რა. შენ მე შემპირდი რომ შეეშვებოდი. ო ეხლა იმასაც შეგითანხმებ ტუალეტში როდის გავიდე ხოლმე რა. ტუალეტის არჩოც ნუ ჩამაბარებ, მაგრამ საშინელებაა შენი ასეთ მდგომარეობაში ყურე. ნუ მიყურებ მაშინ რა. კასპარ, ჩემ. როგორ ხარ? რა ვიცი. იმის გათვალისწინებით, რომ სამსახურიდან გამომიშვეს, დედა კომაშია 1000 კილომეტრის შორს. ქმარი დაკარგულია დედაჩემის ფულებით და გუში შენგან გავიგერო თურმე ისევ თამაშობს. კარგად. შენ? არა მართლა როგორ ხარ? რა ვიცი, ვცდილობ ყურადღება გადავიტანა და ნერვებს არ ვაყვე. ვფიქრობ, რომ ამ ბინის გაყიდვა შეიძლება მომიწიოს და ბარემ დაალაგებულს დავახვედრებ ახალ მეპატრონეს. აი ნუ ამბობ ეგრე რა. დღესაც მთელი დღე ვეძებდი კობას. ისმინე საერთოდ არ მაინტერესებს კობა სად არის და ძალიან ხშირად არც მიხსენო ეგ ადამიანი. ერთადერთი როცა ნახა უთხარი რომ საიდანაც უნდა მოიტანოს ფული, რომ დედაჩემი ჩამოვიყვანო მაინც. სხვა მხრივ უბრალოდ არ გაბედოს და არ გაგვეკაროს მე და ელენეს. ეს გამომართვი რა. რა არის? იმდენი არა, რამდენიც შენ გჭირდება, მაგრამ გეხვეწები გამომართვი. კობამ გამოგატანა? არა, არ მინახავს მეთქი კობა რა. არ მინდა რა, საერთოდ არ ხარ ვალდებული შენ ძმაკაცის მაგურად მომცე ფული არ მინდა. ომ არა, ვალდებულება რა შუაშია, როგორც შენი მეგობარი და ელენეს ნათლია. გეხვეწები რა გამომართვი, ვიცი რომ გჭირდება და ნუ გაჯიუტდები რა. მადლობა, მართლა. აი ისი მადლობა არ ცხენია. თუნდაც დაგჭირდა ეს დამიტყვი, აი. გავიქცი ხა. მაშინაც. მადლობა რა. გაგაცილებ. მოვდივარ. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ ანახართ. კი? ვისავთ ერთმანეთს? მე კერესას დედა ვარ. ორი წუთი თუ ცალია, დაგელაპარაკები. ამ დედაჩემის და თქვენი აქეთ იქ სიარულის პრაქტიკა არის ჩემთვის ყოველად მიუღებელი რო იცოდეთ რა. მე მგონია რომ საკმაოდ ზრდასრული ადამიანები ვართ იმისთვის რომ რაღაც გარკვეული გადაწყვეტილებები ჩვენთან მივიღოთ. თუ არა? ეთანხმებით. ხო და თუ მეთანხმებით, მაშინ ამ დროს ჩემთან სახლში რა გინდათ, როცა შეიძლება ჩემი ქმარი აქ იყოს? ძალიან დიდი ბოდიში.
ნამდვილად არ მინდოდა რომ ესე შემოვჭრილიყავი. უბრალოდ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. რა ხდება? რაც ჩემმა შვილმა ბავშვის შესახებ გაიგო. თავის თავს არ გავს. აქაც იყო მოსული. თვალი. დედა რა მეშვა. სიმთვრალეს კიდე რაღაცას მოუხერხებ. თავის ძველ მეგობრებს დაუკავშირდა. იმ უბედურებას. არადა როგორი იმედი მქონდა, რომ თავი დააღწია. და მე რა შემიძლია? თუ კიდევ გადარდებს ცოტათი მაინც კერესას ამბავი ძალიან გთხოვ დაელაპარაკე. შენ მოგისმენს. მე გიჩვენა. ანა ჩემი ბოლო იმედი ხარ. დედა ხდები უკვე რა კარგია. მე უფრო კარგად გამიგებ. ვეცდები. ყველანაირად. მაგრამ ვერაფერს ვერ დაგვირდებით. მესმის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიში რომ შემოგეჭერი ნამდვილად არ მინდოდა შენი აფორიაკი. კარგი გოგო ხარ შენ. ერთადერთი ხარ. ვისაც დაგიჯერებს. არ ვიცი. არ ვიცი. მე ვიცი. ბოდიში კიდევ ერთხელ. დასვენების საათი გვაქვს? ჩემი საქმე რაც იყო ყველაფერს მორჩი. კარადის ტიპები არ არიან? არა. დარეკეს და ხვალ მოვაწყო. კაი, 15 წუთი დავისვენებ მე. და მოვალ და ჩვენი საქმე გავაგრძელებ. და რითი დაიღალე? რავი, დავიღალე რა. დილიდან ყობას ვეძებ. ყობას? აუ მოვიარე რა, ყველა ბარი, ყველა კაზინო. ჩვენი საერთო ძმაკაცები ვინც არიან, ყველასთან ვიყავი რა. კაცი შვილმა არც ის სად არის. კარგად იქნება. შეიძლება სადმე სოფელშია წასული. რა სოფელში ბიჭო? მე იმის მეშინია თავს რამე არ აუტეხოს. და რა უნდა აუტეხოს? ყობა არაა ეგეთი. მე ცხანაირი მეგონა, მაგრამ ყველა ვნახით რაც მოხდა. კარგი რა, ცოლი ყავს შვილი, ეგრე მარტო ვერ დატოვებს. დღეს ვიყავი